ნიშანდობლივია იმ მასალების ჩამონათვალი, რაც წაიღეს ცნობილაძის სახლიდან კაციტაციის უწყების ხელში ახლა, მაგალითად, როგორც უკვე აღნიშნე, 90-იან წლებში გადაღებული ფილმი 9 აპრილზე, რომელიც თავდაპირველად იყო დისკზე, კასეტაზე ჩაწერილი უпростоრად და ახლა ოჯახმა გააციფრულა და დისკზე გადაიტანა, ასევე გამომძიებლების ხელში არის ხვიჩა კვარაცხელიას გატანილი გოლების ამსახველი ვიდეო მასალები. როგორც ცნობილაძე ამბობს, არაფერი მნიშვნელოვანი და ხელჩასაჭირი არ არის იმ მასალებში, რაც წაიღეს მისი სახლიდან, თუმცა გამომძიებლები რამდენიმე საათის განმავლობაში იყვნენ სპორტული კომენტატორის სახლში და ცდილობდნენ მიეღოთ მასალა, რადგან როგორც გვეუბნებიან, ერთ-ერთი ქალის შეტყობინების საფუძველზე გადაწყვიტეს ჩხრეკა ჩაეტარებინათ, რადგან როგორც ეს ადამიანი ირწმუნება, მისთვის უცნობი პირი ყალბი აკაუნთით წერდა და მისგან მიიღო პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა. როგორც სახელმწიფო უწყება ადასტურებს, მეტასთან კოორდინირების შემდეგ მივიდნენ ამ მისამართზეც, თუმცა როგორც ცნობილაძე ამბობს, ყველაფერი არის რეალურად იმის გამო, რომ ის დაისაჯოს აქტიური მოქალაქის და აქტიური პოზიციის გამო. დაზარალებული ქალის მომართვის საფუძველზე მიმდინარეობს გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური შინაარსის ფოტოების უკანონმდებლობის ფაქტთან დაკავშირებით. დაზარალებული მიუთითებდა პიროვნებაზე, ვისთანაც ჩავატარეთ პირადი ჩხრეკა, ასევე მეტადან მოსული ინფორმაცია ემთხვევა იმ მისამართს, საიდანაც ყალბი აკაუნთის გამოყენებით პიროვნება უკანონოდ მოიპოვებდა ინტიმური შინაარსის ფოტომასალას. ბრალდებაზე არ არის საუბარი, ეს ხო საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩავატარეთ სასამართლოს განჩინების საფუძველზე და ამოვიღეთ კომპიუტერული ტექნიკა. სხვა დეტალებს ამ ეტაპზე ვერ გეტყვით. მიმდინარეობს გამოძიება და დამატებით მე ინფორმაცია საზოგადოებას ვაცნობებ კიდევ. მე უკვე გავაკეთე მაგაზე, რომ მიუთითებდა დაზარალებული და აქედან გამომდინარე ჩატარდა პიროვნებას, რომლის პირადი ჩხრეკა ჩატარდა. კომპიუტერული ტექნიკა მოვიღეთ და მივიღეთ. გამომძიებლებმა ჩაატარეს მხოლოდ და მხოლოდ ჩხრეკა, ისიც შესული შეტყობინების საფუძველზე ბრალი არ აქვს წარდგენილი ცნობილაძეს და ერთადერთი ახსნა აქვს ანდრო ცნობილაძეს მის სახლში ჩატარებულ ჩხრეკასთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც არ გაითვალისწინეს გამომძიებლებმა ის გარემოება, რომ სახლში იმყოფებოდა 82 წლის ქალი, ამბობს, რომ დაკავშირებულია მის აქტიურობასთან. ყოველდღე, როდესაც ქართულმა ოცნებამ ერთი მიიტაცა არჩევნები და შემდეგ ევროკავშირთან სვლა დააპაუზა, ცნობილაძე სხვა მოქალაქეების მსგავსად იღებს მონაწილეობას საპროტესტო აქციებში და თავადვე ამბობს, რომ რაიმე რეალური მტკიცებულება, ხელჩასაჭირი მასალა რომ ჰქონოდათ გამომძიებლებს მის წინააღმდეგ და რეალური ყოფილიყო თუნდაც ეს განცხადება, მაშინ მას დღესვე დააკავებდნენ და უბრალოდ ჩხრეკის ფორმას არ მისცემდნენ და რადგან ეს იყო ჩხრეკა, ვარაუდობს, რომ ეს ყველაფერი არის ტერორი და დაშინების მცდელობა და მოქალაქეების დაშინება, რომ აქციებში მონაწილეობა აღარ მიიღონ. სახლში მყავს 81 წლის დედა, რომელიც სასტიკად გაანერვიულეს. შესაბამისად, ფორმა მათი ჩემთვის იყო აბსოლუტურად მიუღებელი. ესე შემოსვლის ამოიღეს ლეპტოპები, ამოიღეს დისკები და ძალიან სასაცილოა, იმიტომ რომ ის დისკები არის 9 აპრილის ფილმი გაციფრულებული, იქ 90-იანი წლების რაღაცეები, რაც დეეჩემს, ქონდა აღებული არის ლეპტოპები, ხო, იქ შეიძლება რაღაცა საფეხბურთო ამბები არის, ხვდები იმ დისკებზე, ჩემი ტელეფონი აქვს ასევე ამოღებული, იყო იქ რაღაცეები და უშუალოდ ჩემი შვილის მისამართით, რომ ტელეფონს წაგართმევდა ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მოკლედ დამაწიოკეს. არანაირი ინფორმაცია საერთოდ არ მაქვს, ეს არის ჩემთვის ცოტა ისეთი, რა ქვია, სასაცილო ამბავია რა. მაქსიმუმი დაუშვათ არის, რაც ამოიღეს ჩემგან, რომ ნახონ, ესე რა ქვია, არგენტინის ნაკრების წარმატებები და ხვიჩა კვარაცხელიას ისინი რა ქვია, გოლები რა. არის უბრალოდ რაღაცა ჩვეულებრივი შანტაჟის მეთოდია. ყველა შემთხვევაში ყოველდღე ვიდგები აქციებზე, ყოველდღე მივალ, ყოველდღე გავაპროტესტებ. ესე ფაციფუჩი აკეთებდნენ რაღაც სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებს, რაღაცა მოსამართის განჩინება ქონდა და მოსამართემაც ეს განჩინება რატომისა, აქა ჩანს ხო ეს ყველაფერი, რომ ეს არ არის სამართლებრივი საკითხი, ეს არის პოლიტიკური საკითხი. ბატონი სანდრო
მთავარი ადამიანი მის ხმაზეა საქართველოს ახალგაზრდობა გაზრდილი მთელი ცხოვრება სამშობლოს ემსახურებოდა საქართველოს და დღესაც სამშობლოს ემსახურება და ის სწორედ ამიტომ შემოვარდნენ დღეს ეს გამომძიებლები ააწიოკეს ხო ოჯახი არ მისცეს უფლება რომ ადვოკატს თავიდანვე დასწრებოდა აღნიშნულ ჩხრეკას არავით არის მტკიცებულება აღნიშნულ საქმეში არ არსებობს უბრალოდ მათ სურდათ რომ უყვარს საქართველოს ბატონი სანდრო უყვარს ხალხს არის აქტიური მოქალაქე იბრძვის საქართველოსთვის და რამენაირად ამ გამოგონილი მუხლით უნდათ რომ მისი რეპუტაცია შეერყია სახლის ჩხრეკის შემდეგ სანდრო ცნობილაძეს გამოკითხავენ და ახლა სპორტული კომენტატორი გადაწყვეტს საგამოძიებო უწყებაში მივა დაკითხვაზე თუ მაგისტრი მოსამართლის წინაშე გამოიკითხება.